ჩვენ საქმეს გავუმარჯოს, ჩვენ შემოქმედებას გავუმარჯოს. დღეს მოვამზადებთ მეგრულ კერძ ჯურჯანს. ჭრის მინისტრი ვარ დღეს. ცეცხლით თამაში საერთოდ ძალიან საშიში რამ არის. აუ რა სურნელია. ბიჭო. ხომს ვაკეთებ პირველად. სამეგრელოში ძალიან ყურადღებას აქცევენ მაგას. ოკრიბაში დაუმატებია ცალკე ავტობუსები, ცეხის მიმართულებით მომავალი. ლექსიც დავწერე რეჰანზე. სუნიაკ საოცრება. აი ეგეთია. გამოაღემაცი ვარი და ეგრევე დაიწყე კეთება. უჩაბათია დღესაო და ახალი ეპიზოდის დროც დადგა. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მეგობარი, კოლეგა, კარგი ადამიანი, ცეხის სასადილოს სახინკლისა და სხვა დანარჩენის შეფი, მამუკა, ნათლობის სახელით მამუკა მამულაშვილი. აპლოდისმენტები. მოგესალმებით, სასიამოვნოა აქ ყოფნა. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, შენთვის ეს მისაღები და ყოველდღიური გარემოა, ჩემთვის ცოტა უცხოა, მაგრამ არა უშავ შევეგუები, შევეჩვევი, ძალიან არ უყვარს, როდესაც სამზარეულოში ან მე, ან ლუკა შევდივართ ხოლმე, იმიტომ რომ ყოველთვის მერე ცუდად მთავრდება ხოლმე ჩვენი შესვლა იქ და აქედან გამომდინარე ვერიდებით ძალიან შესვლა სამზარეულოში. ეხლა ჩემ სამზარეულოში ხარ შენ და ნახოთ რას მოგვიმზადებ. დაკვირვებით გიყურებ. დღეს მოვამზადებთ მეგრულ კერძ ჯურჯანს ღომთან ერთად. კლასიკური ღომი გვექნება. ერთადერთი ჯურჯანში იქნება შეცვლილი ის, რომ გამოვიყენებთ ღორის კისერს. ხო? კლასიკურ ვერსიაში მზადდება საქონლის შიგნეულობისგან, სამეგრელოში ამზადებენ და ჩვენ ჩავანაცვლებთ ღორის კისრით, რომელსაც შევბოლავთ გრილზე და თავის გემოს მისცემს და უფრო რაღაცა სხვანაირ ვერსიას დავუდგენთ. ანუ კლასიკურს გავეკეცით და თანამედროვედ ვაკეთებთ, იმიტომ რომ განმარტებას გავაკეთებ პატარას. შენ შემთხვევაში არიან ადამიანები, ვისაც არ უყვართ შიგნეულობით მომზადებული კერძები და უყვართ ჩვეულებრივი ხორცით მომზადებული კერძი. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეგიძლიათ სახლის პირობებშიც მომზადოთ ეს კერძი, უბრალოდ გრილს და მეზობლებს ნუ დაწვავთ, თუ გარეთ გახვალთ ბუნებაში, მაშინ მხოლოდ დაანთეთ ცეცხლით. ცეცხლით თამაში საერთოდ ძალიან საშიში რამ არის და ასანთიც აკონტროლეთ ხოლმე სახლში. კარგი, მოდი გავინაწილოთ ეხა ტერიტორიები. შენ ხარ წითელ ზონაში, იმიტომ რომ წითელ ხორცს ჭრი. მე აქედან გამომდინარე მწვანე ზონაში ვარ და ბოსტნეული უნდა დავჭრა. ინგრედიენტები გვჭირდება: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ჩვენი მომზადებული მეგრული აჯიკა, ქონდარი, ტომატ პასტა, ნიორი, რა თქმა უნდა, ქართულ კულინარიაში მგონია რომ წამყვანი ინგრედიენტი არის. შაქარი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ეს ტომატის სიმჟავე ცოტა მოვკლათ. და მარილი. ასევე დაგვჭირდება ხახვი და ცოცხალი ქინძი. უკვე დანარჩენს მერე ეტაპობრივად. კარგი, მოდი დავიჭერთ ხახვის ჭრით და შენ ხორცის ჭრით. ხორცის ჭრით, კი ბატონო. კუბებად გინდათ, შეფ? კი, წვრილ კუბებად გვჭირდება. წვრილ დაახლოებით რამხელა კუბებად? წვრილად. ისე რომ ვისაც არ უყვარს ხახვი, სიტყვაზე ცუდად არ მოხდეს. ესე შეფ? კი ბატონო. გაიხარე რა. რას ნიშნავს პროფესიონალებთან, როდესაც ხარ სამზარეულოში? ისეთ სწურმონ მინიშნებას გაძლევენ, რომ აღარ სწავლობ მერე სხვა დანარჩენის კეთებაში. ეს სხვათა შორის ეს კერძი ჩვენ შევიმუშავეთ წინა საახალწლო მენიუში, ხო? თუ არ ვცდები? კი. თუ მოწონებას დაიმსახურებს ჩვენ მაყურებლის? კი ბატონო. ანუ მაყურებელი თუ გააქტიურებს ზარიზღილაკს, გამოგვიწერს და დააწერს კომენტარებში, რომ მოვიხიბლეთ თქვენი კერძითო, ავტომატურად ჩვენ ჩავსვათ მენიუში. მამუკა, რა მოხდა ამ TikTok-ის ტრენდზე, ასე ვთქვათ, ამ აჯიკის წვნიანზე, იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით წლინახევრის წინ ჩავსვით მენიუ. სადღაც 2 წლის წინ ჩავსვით. 2 წელი სრულდება, რაც აჯიკის წვნიანი გვაქვს მენიუში. ხო. უბრალოდ ხალხმა ეხლა გაიცნო. ეგრე გამოვიდა, TikTok-ზე დაიწყეს. იყვნენ ადამიანები, ვისაც გასინჯული ჰქონდათ, მოწონდათ და უყვარდათ და მაქედან გამომდინარე, გაუზიარეს ერთმანეთს რჩევა, რომ საპახმელიოთ, ესე რომ ვთქვათ, ნაბახუსებზე, რატო არ მივირთმევთო და მაქედან დაიწყო მთლიანი საქართველოს ინტერესი აჯიკის წვნიანზე. რეგიონებიდან ჩამოდიან თურმე აჯიკის წვნიანის საკვებად. არაერთხელ მომწერა, რომ ქუთაისელი ვარო და
აქედან მოვიკითხავ ასევე, რომელმაც უბრალოდ ვერ ვახერხებ ჩამოსვლას და რეცეპტი ან უბრალოდ რომ არ ამოიღოთ მენიუდან ცოტა ხანიო, რადგან ჩამოსვლა მინდა და გასინჯვა მინდა აუცილებლად. ოკრიბაში დაუმატებია ცალკე ავტობუსები, ცეხის მიმართულებით მომავალი და აწერია ცეხი აჯიკის წვნიანი. კარგი, ესე იგი შემდეგი ეტაპი გვაქვს, ხორცი უნდა დავგრილოთ. კი ბატონო. შევბოლოთ, გავგრილოთ, მივცეთ არომატი. მე ალბათ ნიორი უნდა დავკეპო შემდეგი ჩემი. როგორ გნებავთ ბატონო? სრულიად გვინდა, ანალოგიურად გვინდა, არ გვინდა ძალიან პიურეს მასა, იმიტომ რომ მგონია რომ უხდება ეს ნიორი სადღაც. რამდენი გნებავთ ნიორი? 6 კვილი. ეს რამდენი კვილია? 4. 4 გაქვს მათ. 5 6. მარილი ცოტა ადვილად იკეპება უფრო ნიორი და რაც ყველაზე მთავარია, მერე უკვე უბრალოდ დამატება მოგინდებათ ხოლმე მარილის კერჩი. ესე იგი, გრილიდან გადმოვიღეთ ხორცი და ის დროა, რომ მე და მამუკამ სარეკლამო ჭრაზე გავიდეთ. გავსინჯოთ უგემრიელესი იპა შავი ლომის. შენ გასინჯა უკვე. კი. არა, ერთი ბოთლი. ჩვენ საქმეს გავუმარჯოს, ჩვენ შემოქმედებას გავუმარჯოს. ილუზიებში ნაკლებად ვიყოთ, რეალური საქმეები ვაკეთოთ. ლექსებს დავწერე რეჰანზე. ხახვი გვინდა და ასევე ნიორი გვინდა ოღონდ ამის ნახევარი. მე მგონია რომ ქართულ კულინარიაში ძალიან უხდება რომ ბოლოს კიდე ემატება ნიორი და უფრო გამძაფრებულად მოაქვს რაღაც არომატები. ამის ნახევარი. ნახევარი. ეხლა ამას მოვთუშავთ კარგად. დარბილებისკენ რო წავა ხახვი, დავამატებთ ჩვენ შებოლილ და დაგრილულ ღორის ხორცს. ღორის ხორცს უმატებთ ჯერ თუ ტომატ პასტას რომ მოხალო. ჯერ ღორის ხორცს უმატებ ხოლმე, მერე უმატებ ტომატ პასტას რომ ეს არომატები ტომატს რაც აქვს და რაც გჭირდება რომ უფრო გამძაფრებული იყოს, კიდე ხორცში უფრო მეტად შედის და სუნელებს ამატებ მერე უკვე. მერე უკვე ამატებ სუნელებს. რა გარშვები რა, ისე მიდიხარ როგორც საჭიროა. კარგი, დაველოდოთ ხახვი როდის გახდება გამჭვირვალე, კარამელიზირებული და უფრო ოქროსფერი და სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. ესე იგი მე ჭრის მინისტრი ვარ დღეს და ღომი დავადგით რომ იცოდეთ ზვირფასო გამომწერებო ღომი დგას აქეთ ფლანგზე რაც შეეხება ხორცს გავაკეთეთ რომ ხახვი მოვთუშეთ დავუმატეთ ღორის ხორცი ტომატი სუნელები დავუმატეთ შაქარი მივეცით და ეხლა ვადუღებთ კარგად რომ ხორცი დარბილდეს და რო შევჭამთ დაიშალოს ესე ვთქვათ თავის შებოლილ არომატს პლუს მისცემს, ბოლოსკენ მივცემთ უკვე მარილს, ჩვენ მორჩენილ ნიორს და ქინც რომელსაც უახო მიჭრის. გინდა კიდე დაჭრა თუ არა? მოუყევი ღომს საჭირდება. ღომი კარგად უნდა გაირეცხოს პირველ რიგში, ვინც არ ვიცით. დავადგით, წყალი დავასხით და ვადუღებთ ისე რომ მოიხარშოს ღერღილი და შემდეგ უკვე დავუმატებთ მჭადის ფქვილს ცოტა ხანში. და ასევე მეგრელებმა იციან რომ ხის ჩოგანს რო ჩაარჭობენ, ღომში უნდა გაჩერდეს ეს ხის ჩოგანი და მაშინ არის მზად უკვე ღომი. ასე რომ ჯერჯერობით იხარშება და შემდეგ უკვე პროცედურებს მივყვებით ეტაპობრივად. მომზადდა ჩვენი ჯურჯანი. მოიხარშა ხორცი. ის შებოლილი არომატიც აქვს. და კომენტარს გააკეთებდი. ბოლოსკენ დავუმატებთ უკვე მარილს, ცოცხალ ქინძს, ნიორს, რაც მოვიტოვეთ, რომ არომატები უფრო წინ წამოწიოს და უფრო ფრეში გემო გქონდეს. დავუმატე ქინძი.
ქინძი გვაქვს მარტო გამოყენებული ჩვენ. ნიორი, რომელიც ნახევარი შენახული გქონდა. კი ბატონო. კარგად ამაურდა. აუ, რა სურნელია. ჯო. ეხლა ეს ცოტა ხანი იქნება. ხო? იდუღებს და პარალელურად ასევე დავიწყოთ ღომის ჩაზელვა და ჩაზელვა. ესე ვთქვათ. მოდი იცი როგორ ვქნათ ეს ღომი გადმოვდგათ ცოტა ხნით აქ. ვანახოთ როგორ ჩაუზილო და დავაბრუნოთ უკან. შენ ჩაყარე მე ჩაუზა. მიდი. სულ მინდა და ღომის ჩაზევა. პირველად ვაკეთებ გამოცდილება. ხომს ვაკეთებ პირველად. ნახე როგორი თეთრი და ფითქინა, აი ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ღომის წარმატებაში კარგად გარეცხვა, გავუმეორდებით, აუცილებლად უნდა დიდხანს რეცხოთ და ყველაზე მთავარი რაც არის, ის შავი წერტილები უნდა მოვაშოროთ და ნიშანი იმის, რომ ღომი კარგად უკვე გარეცხილია, არის რომ გამჭვირვალე წყალი უნდა გქონდეს შემდგარი, ასე ვთქვათ, როგორც მაგალითად ბრინჯის შემთხვევაში ხდება ხოლმე. მნიშვნელოვანი არის ეს. სამეგრელოში ძალიან ყურადღებას აქცევენ თან მაგას აუცილებლად. აი შესქელება უკვე გაზის გარეშედაც და ტემპერატურის გარეშეც ხედავთ როგორია. თითქმის ამას ეხა უკვე ჩათუთქვა უნდა და უკვე ზათ არის. გადავდგა. ამას შევასქელებთ, ჯურჯანის მზად გვაქვს. დავასერვირებთ და შემდეგ უკვე გავსინჯავთ ყველანი ერთად და თქვენი კომენტარიც მნიშვნელოვანია როგორ მოგეწონებოთ. უნდა გამოიწეროთ პირველ რიგში აუცილებლად ღილაკი გააქტიუროთ და კომენტაროთ რაც შეიძლება ბევრი და თქვენ კომენტარებს აუცილებლად გადავხედავთ და გაგვიზიარეთ თუ სახლში გააკეთებთ აუცილებლად როგორი გამოგივიდათ თქვენ. ჩვენსაც უკვე აგერ ხალხი ელოდება, ვინც დააგემოვნებს და გაგვიზიარებენ თავის შთაბეჭდილებას. ეგ არის ეს, მზადა. ესეც მზადაა. შენი გამოიღე, მე ამას ამოვიღებ და თეფშებზე ამოვიღებ ბარემ, არა? ხო. ასე შემოულაგე. ლამაზად. სასადილოში როგორც გვეკადრება. სუნიად საოცრები. ესაც ასე გენაცვალე. შავის შავი ისეთია ვერც კი წარმოიდგენ. მამუკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ შენი სტუმარი ვიყავით, ჩემ სტუმრად, შენთან სტუმრად და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. შენი წარმატება, ჩემი წარმატება, ჩვენი წარმატება, სხვა დანარჩენების წარმატებაა და მათი წარმატება კიდე საქართველოს წარმატებაა და აბა თქვენიც. გაგიმარჯოთ, გამოიწერეთ კიდევ ერთხელ არხი. მიდი. ხომზე ამბობენ, რომ ცხელიაო. აბა. ძალიან გემრიელი. ეგა. აი ეგეთია. მეგრული ისეთი ცხარე. აუ, რა მაგარია. დაჭდა. აი იცი როგორია? გამოაღემაცი ვარი და ეგრევე დაიწყე კეთება. მადლობა. შევხვდებით სამზარეულოში. მე კი ჩემს გამომწერებს დროებით დავემშვიდობებით, დროებით რა ერთი კვირით დაგემშვიდობებით, ერთი კვირის შემდეგ აუცილებლად შევხვდებით. მნიშვნელოვანია რომ გაიგოთ როდის გამოჩნდება ჩვენი ვიდეო, ზარის ღილაკი გააქტიუროთ და ვისაც გამოწერილი არ აქვს და უბრალოდ შეგხვდათ ჩვენი ვიდეო, აუცილებლად გამოგვიწერეთ რომ სასიამოვნო და საინტერესო საღამოები გაატაროთ ხოლმე ჩვენთან ერთად. დროებით
დროებით.